ახლა მინდა სტუდიაში სტუმარი მოვიწვიო, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი და სახალისო დიალოგი გამოგვივა. მოკლედ, სპორტის ძალიან დიდი კომაგი, მათე მოტორსის მფლობელი გელა ბარკალაია გვესტუმრა დღეს. მოგესალმებით, რადოგელა, როგორ ბრძანდებით? ეს რამე ისეთი ბურთია თქვენ? ეს არის ჩემი ხელის მოწერით. ხელი კარგი მაგდა, დღეიდან ყველაფერი კარგად აგისრულდება. თქვენ გაიხარეთ, ანუ ბურთი ყოფილა. მე შორიდან მეგონა მერსედესის შარავოი. არა, არა, როგორ გავაკეთოთ ისი? შენ ისეთი კარგი ბიჭი ხარ და იმდენად უყვარხარ ხალხს, შეიძლება მომავალში მერსედესის გასაღები მოვიტანოთ. შეგელას. მადლობა. დავძანდით. მოკლედ, ხალხო, ნახე რა ლამაზი ბურთია, თან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლოგო. ამონდი, ესე იგი, გელა ბარკალაიას სახელზე ერთი ბურთი სტუდიაში. ბატონო. დიდი მადლობა. პირველ რიგში მადლობა. რომ გამონახეთ დრო, დაკავებული კაცი ბრძანდებით ახლა ვიცით ჩვენ ეს. გვეწვიეთ. ახლა მითხარით ოლიმპიადას უყურებდით ალბათ. რა თქმა უნდა. უყურებდით. მე მაგალითად ცოტა წონაში დავიკელი, ცოტა აფთიაქები გავამდიდრე. სხვათა შორის ალკოჰოლური მაღაზიებიც გავამდიდრე. ანუ ხო ხტებით, ხან წამალი მჭირდებოდა, ხან ალკოჰოლი. ხან დასამშვიდებელი, ხან ალკოჰოლი. თქვენც ესეთი ემოციური ხართ, თუ შვიდად უყურებდით ამას ყველაფერს? მე ვარ ძალიან ემოციური. ძალიან. ალბათ თქვენზე უფრო მაგარი ემოციური ვარ და წარმოიდგინე ახლა მე თქვენი წონა მახსოვს. კი ბატონო. მაგრამ ჩემი ხო იცი მთელი თბილისი ამას იზახოდა ბარკალაია ესეთი და რადარასე როჩქებს არ იცმებდნენ, ხო, რომ ცოტა ესე ყოფილიყვნენ. ხო. იმის შემდეგ მეც გავბრაზდი და ესე გავხდი. ხო, მაგარია. ზუსტად ეს გახდომა არის ეს შედეგი ფეხბურთის. ფეხბურთის შედეგი. კარგი, ახლა მითხარით თქვენ თვითონ რამე სპორტის სახეობაზე ხო არ დადიოდით? მე ყოველთვის. მე თუ ახლა დიდი ფეხბურთელი არა ვარ, ყოველთვის. ბიზნესში ვარ 16 წლიდან. და მე რო წამოვიზარდე და ცოტა ბიზნესი ისე რო გახდა, ყოველთვის რაღაცა პატარა გუნდები გვყავს. აი მაგალითად ჩემს კომპანიაში ისე არ ყოფილა, რომ ჩვენ გუნდი არ ვყავდეს, თქვათ. და თქვათ ჩვენი მათე მოტორსი საბურთალოს ეთამაშება, მათე მოტორსი დიღონს და ესე რა. გასაგებია. ისე რომ მე თვითონ სპორტსმენი მყოფილიყავი, არა. პატარობისას როგორც ყველა ისე სპორტზე დავდიოდით, კი ბატონო. მაგრამ სამაგეროდ სპორტული მენეჯერი გამოდიხართ. რა თქმა უნდა, მაგარი. გათვლა მაგ ყველაფერი ისეთი რა. UEFA-ში რო ჩავაწყოთ, მყავს ახლობელი და იქნება ეს მათე მოტორსი გაუშვათ ამ კონფერენც ლიგაზე. ესენი ვერაფერს ვერ აკეთებენ და თქვენ მაინც მოხვდეთ ეგება ჯგუფურ ეტაპზე. აი, ამაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ესე უნდა გავაკეთოთ. ვიზრუნოთ, რომ გავაკეთოთ. გავაკეთოთ. არა, ჩვენი გავიდეს უმაღლესი ლიგის გუნდებიც გავიდეს, მაგრამ მათე მოტორსი wild card-ით რო დავამატებინო. კი ბატონო, ძალიან კარგი იქნება და მესალმები. მე ახლა მახსენდება ივანიშევიჩი რომ მოიწვიეს უიმბლდონზე wild card-ით და მოიგო. კი ბატონო. ხო და რა იქეთ მათე მოტორსიც იგებს. მოიგებს. კი ბატონო, მოიგებს ეჭვს არ მეპარება. ძალიან აქტიური ხართ სოციალურ ქსელში. ძალიან და ძალიან პოპულარული ადამიანი ბრძანდებით. ერთი ეს ნარდის ამბავი მომიყევით რა. საიდან დაგებადათ ეს იდეა და მივიდა ადრესატამდე? ახლა უყური როგორ არის. რაღაც მოხდა, ხო ცხოვრებაში დაზღვეული არაფრისგან არ ხარ. დიახ. მაგრამ რაღაც მოხდა და ვიყავი იქ, სადაც ნარდს ამზადებენ და რასაც ქვია ხელით გაკეთებული ნარდი. და საინტერესო რა არის? საინტერესო ის არის, რომ სადაც ვიყავი, იყო ერთი 10, 13, 15000 პატიმარი. და რო დაინახეს, რომ გელა ბარკალაია ციხეში ადედასი დადის და კეპკით და იქით, აქით, ეს ხო ის ციხეში როზია. და ერთი მომაწევია სიგარეტი და მე ცხოვრებაში სიგარეტი არ მომიწევია, მაგრამ მაღაზია არის ეგერ. მაგრამ არა აქვს საშუალება რომ იყიდო სიგარეტი და მოაგროვე ერთ დღეს. და უთხარი რომ ბიზია 500 ლარს დაგინიშნავთ თვეში. აგერ არიან მაგარი ხელოსნები იყვნენ. ხელოსნები რა პატიმრები იყვნენ, რომელიც ამას აკეთებდნენ დიდი ხანი. 15-20 წელი რო აქვს ნიჟილი. ამათ დაეხმარებით ხელფას მოგცემ და იმუშავეთ. აქ ციხეში არ შეიძლება ყოველ დღე მომეცი სირცხვილია, ხო? თქვენ ვაშკაცი ბიჭები ხართ.
გეუნები გარეთ რო არიან ქალაქში, მათაც ციხეში უნდა შემოსვლა. და ეს ნარდით დავიწყეთ. და რაღაცა ნარდი, ხატი, ავტომობილები და მინდა თქვენ პირადად და თქვენი მეგობრები თქვენი გუნდი მოგიწვიოთ. საქართველოში კი არა, ჯერ არსად არ გაკეთებულა ციხეში გაკეთებული ნივთების ერთი 3000-მდე არის სხვადასხვა და არ დაიჯერებ რომ ეს ციხეშია გაკეთებული და ეს არის პატიმრების გაკეთებული. ამას ახლა 14-20 დღეში ჩვენ ცენტრში გავაკეთებთ ამის გამოფენას. გამოფენა ის. გამოფენას და ეს ახლა როგორ არის იცით? გამოფენას და ძალიან მე ფულზე კი არ გადამყავს. ეს არის ძალიან ძვირად ღირებული ნივთები. ხელით ნაკეთია. ხელით ნაკეთი. ახლა წარმოიდგინე ციხეში კბილის ჯაგრის არ შეგატანიებენ და ნარდის გაკეთება როგორია. და ეს იმდენად, ერთი ნარდის გაკეთებას უნდებიან დაახლოებით 7-8 თვე და მე კიდე ვიყავი 6 წელი და ვაკეთე. და ამ გამოფენაზე მოგიწევდა ყველაფერს ნახავთ. ახლა რა შეეხება ამ რო აგორდა ეს ნარდი. ჩუქება, ხო? ახლა ქართველი ადამიანის ოჯახი მე არ ვიცი უნარდოთ, ხო? მაგრამ ვის ცალია დღეს ნარდისთვის, ხო? ეს ნარდი ყველას ჰქონდა ტუბოჩკაში შენახული. უცებ სამსახურში ვარ, ხო? გეუბნებით რომ წინასწარ არაფერს არ გეგმავდა. იმ საღამოს ფეხბურთის შემდეგ ცოტა დავლიეთ, ცოტა იქი, ცოტა აქი, წავედი სახლში და ჩამეძინა. და რო ჩამეძინა დილით 6 საათზე მირეკავს ყაზახისტანიდან ერთი კარგი მეგობარი და ეს მეგრელები ჩვენ ხო იცი ყველა ერთმანეთის ნათესაები ვართ. ხო და ის ნამყოფია ჩვენთან. და იცის ეს მეგრელები, სვანები, იმერლები ეს და იმდენად მაგარი ბალეჩიკი ამერისი ბალეჩიკი ვარ, ისა ბალეჩიკი და დილით 6 საათზე მირეკავს გილოცავ და ჩვენ ცოლს ვეძებ კაცო 5 კი მყავს შვილი და მე-6 ხო არ შეგვეძინა რას მილოცავს რა უბედურება ამ დილით 6 საათზე რას მილოცავ და ახლა რა უთხრა ამ კაცს ხო აი რას მილოცავ მეთქი და კვარაცხელია შენი ნათესავიაო და მე გამახსენდა რომ წუხელი იყო ფეხბურთი და კი ჩემი ნათესავია რომ ჩამოხვალ გეგაცნობ მეთქი ახლა წავედი სამსახურში მეორე დღეს წავედი სამსახურში უცებ ახლა აი რაღაცა ისეთი უნდა აჩუქო ამ ბიჭებს ეს კვარაცხელია კი არ არის მარტო კვარაცხელი არის თვითონ პიროვნება ღმერთისგან დაჯილდოებული პიროვნება ეს არ არის ისეთი ტიპი რომ რაღაცა არის კარგი დედის და კარგი მამის გაზრდილი წესიერი კაცი იმას არც ავტომობილი გაუკვირდება არც ვილა და არც ბურთი და არც ხო რა არ გაუკვირდება იმიტომ რომ ის არის წესიერ ოჯახში გაზრდილი როგორც სხვა ფეხბურთელები უცებ ვინ გაიტანა ეს ბურთი ამან და რა მაქვს ახლა საჩუქარი და უცებ აი წამებში მოვიფიქრე რომ ჩემთვის პირადად აი გულწრფელად გეუბნებით ჩემთვის გელა ბარკალაიასთვის ყველაზე მაგარი საჩუქარი არის ნარდი მე ვთქვი ბიჭო ეს ნარდი როგორ გინდა რომ აჩუქო ამდენი წელი ვაკეთებდით მაგრამ იმდენად მაგარი ბიჭები არიან ესეთი გამოვიტანე ეს ნარდი და უცებ ეს გავითამაშეთ რა ახლა ჩუქება რასაც ქვია ხო უყურე ახლა ჩუქება რა არის ჩუქება სპეციალურად იცის ყველაფერი და არ მივეცით იმიტომ რომ ახლა იქნება გამოფენა ყველას უნდა ამ ბიჭების ნახვა ხო მარტო კვარაცხელია კი არა სხვებიც არიან ხო ბიჭები ჩვენ ყველას მოვიწვევთ ვინც მაშინ საქართველოში იქნება იმას ვისაც ვაჩუქებთ რა თქმა უნდა ოფიციალურად გადავცემთ და იმის გარდა კიდე სხვადასხვა ჭადრაკებია და ბევრი რაღაცებია ეს არის როგორც ხელით გაკეთებული სუვენირი სულით და გულით ნაჩუქარი რა არის ავტომობილი მითხარი შეიძლება ახლა ავტომობილი თუ არ მოსული სიტყვაზე თქვა და $1 მილიონი ღირს მაგალითად შეიძლება გაყვიდე აგერ და ვიღაცა ერთი ტაქსი დაგეტაკოს და იმაზე გექნეს სამკურნალებელი ხო და ეს ნარდი კიდე იქნება და ეს არის იმ დონეზე გაკეთებული ხელით რომ ეს მართლა საქართველოში დღეს არის საუკეთესო საჩუქარი კი ბატონო მე მაშინ მოგზალებული ვიქნები მე რომ მოვიგებ ოლიმპიადას საუკეთესო საჩუქარი არ მინდა მანქანა მაჩუქი არა ჩვენ
აი ცუდი საჩუქარი მაჩუქეთ მანქანა. დამარტყას ტაქსისტმა მაგის დედაცვალი. მე მივხედავ დანარჩენს. თქვენ ერთი კვირი დადრე გეცოდინებათ. კი ბატონო. კი, ერთი კვირი დადრე გეცოდინებათ და თქვენ გუნდთან ერთად მობრძანდით და ვნახოთ ავარჩიოთ. ავარჩიოთ. თქვენ მანქანა გირჩევნიათ, მაინც რა გინდა ნარდი. მირჩევნია, მერკანტილული ვარ მე. ნარდი აგერ რო შემოვდიოდი, აგერ ღირს 20 ლარი და კი ითამაშებთ აქ. ხო. კი ბატონო. კი ბატონო. მანქანა, თქვენ ელექტრო გინდა თუ ბენზინი? თქვენ რასაც ამირჩევთ. კი ბატონო. პრობლემა არ მაქვს. დიზელი იტყვით, დიზელი თვილი. შალვა ჩაინიშნე. ჰიბრიდს იტყვით, ჰიბრიდი თვილი. კორეული, კორეული. კორეულს თქვენ არ გაკადრებთ. აბა მით უმეტეს. და მოგრა. თქვენ გინდათ გერმანული ავტომობილი. გერმანული. შევთანხმდით. დიდი მადლობა. ახლა მითხარით თქვენ თვითონ მაგრა თამაშობთ ნაარც? მე დარც ვთამაშობ, იმიტომ რომ საერთოდ მოთამაშე კაცი არ ვარ, მაგრამ იმდენად ეს 6 წლის განმავლობაში არაფერი საქმე არ მქონდა. ფეხბურთი, კალათბურთი და ნარდი იყო ჩვენი გასართობი. მე რომ ნარდის გაკეთება დავიწყეთ, უფრო დავამოღამე, თანაც ახლა როგორ არის, ისი იქ არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითად 1-3-4 წელი ზიან, 1-3-4 თვე გამოდიან გარეთ, ისევლე შედიან და საქმე არაფერი რო არ აქვს. იმდენად მაგრად იციან ნარდის თამაში, მასწავლეს რა ერთი სიტყვით, ნარდის თამაში და კარგად თამაშობ. კარგად თამაშობ, ძალიან მაგარია. ახლა ნაკრებში რო დავაკვირდი ფეხბურთში ეს მეგრული გვარები ჭარბობს. რის ბრალია ეს თქვენ როგორ გონიათ? როგორ ახლა იცით საქართველოს დიდი არ არის 3 მილიონიანი ქვეყანა, ხო? და მე 16 წლიდან ვყიდი ამ ავტომობილს და მის ირგვლივ რაც არის საბურავი, აკუმულატორი და ესე შემდეგ. და ყიდი და ახლა მოვიდა ისეთი დრო, რომ ელექტრომობილებით შემოვიდა. რო შემოვიდა ეს ელექტრომობილები ძალიან მაგარია. წარმოიდგინე 600 კილომეტრს გადიხარ და 1 ლარი არ გეხარჯება. თქვათ არც ზეთი უნდა, არც ბენზინი უნდა, აგერ დატენი 15 ლარის დატენი 15 ლარი გიждდება თქვათ ბათუმში რო ჩახვიდე. აი 600 კილომეტრი ბათუმში ჩახვალ და უკან კიდე გურიასაც გამოივლი, ხო? და ეს ძალიან კარგია. სამტრედიასთან გაჩერდი. კი, და ახლა უყური როგორ არის. სულ ეს კონკურენტები დედა. დავიღალეთ კონკურენტები და ბიზნესში რა არის ერთი მთავარი. ბიზნესში არის მთავარი არასდროს მოწილი არ მყოლია. მაგარია. შენ როცა მოხვალ ან სხვა მოვა, სიტყვაზე ვთქვა, თუ რამე საშუალება არსებობს, ვაძლევთ რეალურ ფაში. სულ ეს პრობლემებს გიხნიან რა. 5 წუთის წინ ჩუქნიდით, ხო არა ეს მე გიხარი მაგალითი, მაგალითი. ეს მაგალითი მოგვა. მაგალითი, ხო, კი ბატონო, ბოდიში. წარმოიდგინე ახლა ბიჭო, კაცი მოვიდა და მიკითხება. გელაო, პრობლემებს შეგიხნიან ისევლეო. რატომ მეთქიდა? 300 კაცი ყიდი საქართველოში ამ ავტომობილებს. და ვაკეთებთ გამოკითხვას და ვერავინ ვერ ყიდის და ყიდი შენო. მაგარია მე. და აი რა ხდებაო, როგორ ამუღამებო ახლა? შენ არ დადიხარო, სულ უცხოეთში ვარ, ხო? თქვათ, აი წელიწადში ერთი თვე ვარ თბილისში. თქვათ. და როგორ ხდება ეს? ბიჭო, რა უთხრა ახლა ამ კაცს? ჭკვიანი კაცია და ბიძია მეთქი. 1,5 მილიონი ვარ მეგრელები. და იქ კიდე გვერდზე სვანები ჩვენი ნათესავები არიან. ახლო. ხო. ახლა მეგრელი დაფიცებული აქ მეთქი ბიბლიაზე რომ მანქანას ყველგან არ იყიდოს. 1,5 მილიონი კი არის სვანები, ხო? ესენი ხო თქვათ, რასაც ვყიდი, იმის 50%-ს ხო იყიდიან. და დანარჩენი სხვა საქართველოს და კი იყიდება მეთქი ერთი 50, 60 მანქანა თვეში მეთქი და ესე გამოვიყვანე ჩემი თავი. მაგარია, ძალიან და ეს რეალურადაც ესეა. კი, რეალურად ეგრეა. მე კიდე დავამატებ ახლა იმ დანარჩენიდან. და ახლა ფეხბურთელები ბოდიში. ხო. ფეხბურთელები ახლა 1,5 ეს მეგრელები, ხო, თქვათ. კი ბატონო. და იცით ახლა სამეგრელოში დიდი ტერიტორიები გვაქვს, ხო? და რა უნდა აკეთოს ბავშვმა, ხო? ერთი ბურთი თუ იშოვა და ერთი კეტები, ხო? ჩვენ დროს კეტები რო იყო, 24 საათი ბურთს თამაშობენ. და მე გამოუდით რა. 1,5 მილიონიდან მე ეს მეგრელები ხო იცი ჭკვიანები არიან. ჭკვიანი ხალხი, კი ბატონო, რა თქმა უნდა.
რა თქმა უნდა. არა, ხო, მე ის თქვა მინდოდა, იცი რომ ის დარჩენილი 50%-დანაც ახლა ბევრი იყიდის თქვენთან მანქანას. კი ბატონო, რა. იქ ცოტა კახელი, ცოტა ქართლელი, ცოტა იმერელი, ცოტა გურული და კი ადიხართ ასე 70%-ზე. კი ბატონო. ხო მართალია. ბატონგელა, ძალიან კარგად გამოგდით ახლა თუ ეხლაც დავაკვირდით თქვენ ესეთ როცა ხალხთან საუბარი და პრეზენტაციები მოკლედ რა. ხო და აი ესეთი რამე მინდა გთხოვოთ. აი ხა ჩავთვალოთ რომ ჩვენ ლაივში ვართ და აი რო დაარწმუნოთ დაუშვათ თქვენი კოლეგები, ბიზნესმენები სხვადასხვა დარგში, არა მხოლოდ საავტომობილო ბიზნესში, რომ ჩვენი გადაცემა დაასპონსორონ. აი დაარწმუნეთ რომ რატო აი საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით მაგალითად რაც შეიძლება გამოგადგეთ პრეზენტაციაში გადაცემა მიყავს პროფესორს ხო შემდეგ ჩვენს რამ ძალიან ბევრ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს ესეც გამოგადგებათ და ყოველთვის აქტუალური სტუმრები მოდიან გადაცემაში ჩვენთან აი მაგალითად დღეს გელა ბარკალაია აი ეს სამი რამე გამოგადგებათ და აბა ეხლა დაარწმუნეთ ბიზნესმენები რომ დაგვასპონსორონ. აი ახლა როგორ არის? ყველაფერი იცის დღეს, ხო? პატარა არის ეს თბილისი. დიახ. მე როცა მითხრეს რომ მოგიპატიჟესო, თქვენ იმდენად დადებითი პიროვნება ხართ. იმდენად კარგი გზები გაქვთ გავლილი. და არა ხართ ჩარეული იმაში, იმან თქვა და თქვა ხო არის ესეთი ტელევიზიები. დიახ. არის ალბათ. და კი არის ესეთი ტელევიზიების და თქვენ იმდენად დადებითი აურა გაქვთ. ჩემმა შვილმა მათემ გაიგო და მამა მოვდივარ მეც წამიყვანიო, იმიტომ რომ ეს კაცი მიყვარსო. და თქვენ უყვარხართ ყველა ახალგაზრდებს, სპორტსმენებს, არა მარტო სპორტსმენებს, ყველა ასაკის ადამიანებს და რა თქმა უნდა თუ სადმე გინდა მისვლა სასაუბროდ, თქვენნაირ ადამიანთან უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ თქვენთან იმიტომ მოდის ადამიანი რომ მე მას არ უწევს რომ იქ რატო იყავი ან რატო არ იყავი ხო თქვენ ხართ სუბთა წარსულის ადამიანი და მიყვებით თქვენ საქმეს ლამაზად წესიერად პატიოსნად გოხდათ. დიდი მადლობა. მშვენიერი პრეზენტაცია იყო. როგორი პრეზენტაცია იყო? არაჩვეულები. ისე პოპულარობა რთული არის თქვენთვის? ყველა რო გიცნობთ. როგორ არის იცი? აი პოპულარობაზე უფრო რთული რა არის? კაცი მოდის და მგონია რომ რაღაცა ბატონო გელა როგორ ხარ რა მაგარია და ადრე თუ თვეში მქონდა გასავალი თქვათ ერთი 20-30-50 ლარი ახლა მომემატა და ყველას გონია რომ უკეთესად მაქვს საქმე და ახლა ავედი 200.000-მდე უკვე და ძნელია რა თქმა უნდა ძნელია პოპულარობას მოაქეს ყველაფერი. ხო არ დაგვირვები ხართ რომელი ვიდეოა ყველაზე პოპულარული თქვენი? ჩემი ვიდეო ყველაზე პოპულარული არის ერთი ჯეტურის ავტომობილი რო დუბაიში ვაჩვენე ადამიანებს მოსახლეობას რომელიც უკვე 2 მილიონამდე ავიდა ხო დაახლოებით 2 მილიონამდე და მეორე ყველაზე მაგარი მე რომელიც მომწონს ჩინეთში რო ვიყავი ხორგოში და ის ქალთან რო ბოდიში ამ სიტყვაზე მაყურებელთან გავიღადავეთ რა გავიხუმრეთ ეს ხუმრობა რა არის აი ბიზნესში ხარ თუ სადაც არ უნდა იყო იუმორი თუ არა გაქვს იუმორით თუ არ უყურე ყველა საქმეს მაშინ ცხოვრებაში წინ ვერ წაიწევი მე მთელი ჩემი ცხოვრება ესე ვარ კი ბატონო მთელი ჩემი ცხოვრება და ენერგიაც ესე მაქვს რა რომ ენერგიას მაძლევს ეს ხუმრობა იუმორი უნდა გქონდეს იუმორით უნდა იცხოვრო სპორტი უნდა გიყვარდეს და ყველაფერს მიაღწევ მიუღწეველი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის წინასწარ კიდე დაგეგმვა ეს არა მაგრამ ამას რა თქმა უნდა მაინც მეგრელის ჭკუა უნდა ხო მე ბებიები მყავდა მეგრელები და მეტყობა რაღაცა იმიტომ მაგარი რო ხო წამადგა ნამდვილად წამადგა თქვენ როგორც საავტომობილო სფეროს ექსპერტი ანუ ხო არ უკავშირებთ ქართული ფეხბურთის წარმატებას იმას რომ შავი BMW-ს ეპოქა დასრულდა ფეხბურთში როგორ არის შავი BMW-ს ეპოქა დასრულდა საქართველოში მე მინდა ახალი რაღაც გავაკეთო ქვეყანაში აი ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი და აი თქვენი არხით ვამბობ აი თქვენი აგერ თქვენთან ერთად თქვენი დანდასრებით ვამბობ გელა ბარკალაია იმდენ რამეს გააკეთებს და რომ ყველა მომხმარებელი
ვისაც ავტომობილი ჭირდება, ისეთ ფაში იქნება იყიდეს. ახლა რა არის როგორ? არსებობს ესეთი ბანკი, აზიის განვითარების ბანკი. კი ბატონო. პირველი პირი ზის ტაილანდში. ველაპარაკე და მეუნება, კაცო, გამაგები ერთი. ავტომობილი არის აგერ, ელექტრო. წაიყვანი რამდენიც გინდა და მოგცემ 1%-ად ფულს. რამდენსაც გინდა 1%-ად მოგცემ ფულს. მთელი ჩემი ცხოვრება ფულზე არასდროს არ მიფიქრია. კაი ცხოვრება ყველას უნდა, მაგრამ ჩემი შემოსავლის, აი კაცურად გეუბნები, ბიბლია რო იყოს, ხელს დავდებდი ჩემი შემოსავლის. ახლა ვის გინდა ეს დაუმტკიცო და არასდროს არავისი არ დამიმტკიცებია. დავდებ რომ 70% მაინც მიდის, ვიღაცას უჭირს, რაღაცა არის და არასდროს მე ამაზე არ მიტრაბახია. თვითონ იქაც რო ვიყავი, მათე პატარა ბიჭი სტეფნაძის გადაცემა რო იყო. აი მათე დადიოდა, მანქანას ჩუქნიდა, რაღაცა ნაკვეთ ჩუქნიდა, რაღაცა ბინას ჩუქნიდა, 15 წლის ბიჭი რო მამაჩემს გაუხარდებაო. მაგარია. და მე რა მინდა? მე მინდა რომ აი ამათთან უკვე მოლაპარაკება მაქვს, დიდი რაოდენობით შემოვიდეს ეს ელექტრომობილი, 10 წლიანი განმავლობით ყავდეთ, 1% არაფერი არ არის. 1% ნებისმიერი ადამიანი გადაიხდის დღეს არის 15, 20%, 25%, ხო? ადამიანს, რომელსაც მოუნდება ავტომობილის შეძენა, მოვა ჩვენთან, პირდაპირ წაიყვანს ავტომობილს და რაც ღირს, აი ღირს $10,000, ხო? 1% დაემატება წლიური შენ წარმოიდგინე. აი ეს არის აზიისა და ევროპის ბანკი. და მე მგონი ამას მივახცევ. ძალიან მაგარი ამბავია. თქვენი სტუმრობის მიწურულს მინდა ერთი თამაში შემოგთავაზოთ. რაც გავერთოთ ჩვენც და მაყურებელიც გავართოთ. აი მე მაგალითად გეტყვით წარმატებულ სპორტსმენს და რა თქმა უნდა მათ ყავთ მანქანა, მაგრამ აი თქვენ როგორც ავტოექსპერტს, თქვენი აზრი, ავტოექსპერტის აზრი მაინტერესებს, ანუ რომელი მანქანა უფრო შეესაბამება? აი მაგალითად მესის, ლიონელ მესის, თქვენი აზრით რა მანქანა უნდა ყავდეს? აი როგორ არის გეტყვით? მოკლედ გეტყვი. აი როგორ არის? ჩვენ საქართველოშიც ხო იცი აი ქართველები როგორც არის. როგორც ქართველები ისე არის სხვაც, ხო? აი როცა ამ ავტოსფეროში ვართ, ყველას გვინდა რომ აი ვის აი პირველ პირს მე სულ მეკითხებიან აი ჟურნალისტები რომ მოდიან, შენ რა მანქანა ყავს? გამიგე? და ჩვენ აქ ვეჯიბრებით ერთი პირველი პირები ვინც ავართ კომპანიის დამფუძნებლები, ვინც ავტომობილს ყიდის, აი ვის ყავს თბილისში ყველაზე მაგარი ავტომობილი, ხო? ახლა ეს ფეხბურთელები როგორ იქნებიან? ჩვენ აქ ვეჯიბრებით ერთმანეთს. ფეხბურთელებიც ესენი არიან, ესეთები არიან. აი რა უნდა ყავდეთ ახლა ამათ ავტომობილები, ხო? აი მესის რა უნდა ყავდეს? მესის რა უნდა ყავდეს ახლა? ყველანაირი მანქანა ყავს, მაგრამ მაინც ლამბორჯინია, ხო? აჰა. რა თქმა უნდა. კი ბატონო. და აი ეს ფეხბურთელების ეს მაინც არის ლამბორჯინი. ანუ კრისტიანუსაც ეგ უნდა ყავდეს? ყავთ. ყველა ერთმანეთის აი როგორა ყველა ერთმანეთის ჯინაზე ყიდულობს. აჰა. შეიძლება საერთოდ წელიწადში ერთჯერაც არ დაждდეს, მაგრამ მაინც ყიდულობს და ყავთ. აი კოლომუანის რა უნდა ყავდეს? მას უნდა ყავდეს ვილისი. იმიტომ რომ გვარი აქვს ესეთი გვარი. კოლომუანი ვილისით მანახა ძალიან მაგარი იქნება. ნუ ეხა მბაპეც ლამბორჯინში გადის, ხო? კი ბატონო. ხვიჩა? ახლა ხვიჩა კვარაცხელია. კიდე გეუბნები რომ მე ყველა სპორტსმენს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია თვითონ ისეთი მოგზალებული კაცია. კი, გეთანხმები. აი ეს ისეთი ახალგაზრდა რომ მისთვის ახლა როგორ არ უნდა კარგი ავტომობილი და ყავს კიდე რა პრობლემა აქვს? რატომაც არ უნდა ყავდეს? კი, რა თქმა უნდა. თუ ახლა კვარაცხელიას არ ეყოლება, აბა ვის უნდა ყავდეს, ხო და? აბსოლუტურად გეთანხმები. რა თქმა უნდა, ჩვენს ყველამ ხელი უნდა შეუწყოთ და უნდა მივცეთ იმის სტიმული, რომ ავტომობილიც კარგი ყავდეს და ვაქოთ და ვადიდოთ. ახლა რატო? აი იმ დღეს რო გეუბნები დილით, ხო, რომ დამიერგეს ყაზახისტანიდან. მარტო იქიდან კი არ დაურეკიათ. სანამ სამსახურში მივედი 10 კაცმა დამიერგა ნახევარი მსოფლიოდან. მეტი რა არის მითხარი? აი მეტი რა არის ხო სახელი? აი ეს ბიჭები ყველა სპორტსმენები უფრო მეტი დაფასებული უნდა იყოს. ახლა მე ხო გითხარით სადაც ვიყავი, თორე ყველა ბიჭებს მართლა რეალურად ყველაზე სერიოზული
საჩუქარი ხდება, მაგრამ ახლა ჩვენ არ ვართ ესეთი მდიდრები, რომ ავტომობილები დავარიგოთ. რა თქმა უნდა, მესმის. მაგრამ სამომავლოდ თუ იქნება საშუალება, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მექნება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ყავდეს ყველაზე საუკეთესო ავტომობილი. მე თანახმოვარ რომ თვითფრინავი ყავდეს. რა თქმა უნდა, მამარდასაც ყავდეს. მამარდასაც ყავდეს. მიქაუტაძესაც ყავდეს, ბუდუსაც ყავდეს, სულ ყველას ყავდეს თვითფრინავი თითო კიტეიშვილსაც. რატო არ უნდა ყავდეს? რატო არ უნდა ყავდეს? სპორტი ყველა ერთმანეთს უკეთესია, მაგრამ ჯუდოისტებს ყავდეს. რა თქმა უნდა. ძალოსნებს, მოჭიდავეებს, სულ ყველას უნდა ყავდეს თვითფრინავი და თითო ლამბორგინი. აი ეს ბიჭები არიან ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენი სახე. თუ გინდა ქვეყანა, აი რო იკითხავ საქართველოს, ეგრევე გეტყვიან ამ ბიჭების სახელს, ხო? აი ეს ფეხბურთე ისა მეგარე. მამარდა. მე არ ვიცი ზმაო. თელ მსოფლიოს რო უყვარს. ახლა ხო იცი ბელგიაში ცხოვრობ, ჩინეთშიც და დუბაიში ძირითადად, ხო? მე არ ვიცი, ეს ბიჭი როგორ უყვართ, მე გაუგნები. როგორ შეიძლება არ უყვარდეთ? მეც ხო იცი ტრაბახო, კი კაცო ჩვენ ერთად გავიზარდეთ, მეძღვნები ვარ, ნათესავები ვარ და ეს არის მართლა, აი დიდი შრომის შედეგია. კი, მე ძალიან მართლა ისახებ გეთანხმებით ბატონო გელა, მე სუყვები ამ ისტორიას, მოკლედ შევედი სპორტულ მაღაზიაში მილანში და ბიჭი აღმოჩნდა მკლავჭიდელი, რომელიც ამ მაღაზიის მენეჯერი იყო თან. და რომ გაიგო რომ საქართველოსდან ვარ, ხალკიო იციო? მადლობა ღმერთს რომ ფოტო მქონდა ხალხთან გადაღებული, აი მე უთხარი, ჩემი ძმაკაცია, ერთად გავიზარდეთ ჩვენ, მე უთხარი და გადაცემაში რაღაცა და ამასო ერთის ფასათო 4 ბოტასი გაატანეთო. მე ის გამიკვირდა რომ ის ერთის ფასიც გადამახტევინა, მაგრამ ახლა ერთის ფასად 4 სპორტული ფეხსაცმელი არ არის ცუდი საჭირო. ახლა შეიძლება 1 წუთი რომ მომცე. 2 და 4 წუთი. ხო, ახლა 1 შვილი მყავს, მათე 22 წლისაა და ჩვენ სულ დუბაიში ვართ 30 წელია და ფეხბურთზე მივიყვანეთ. ძალიან აი სულით და გულით მინდოდა რომ მაგარი ფეხბურთელი ყოფილიყო, მაგრამ ჭო. იმდენად ყველაფერი აქვს, რომ ეს ამას შრომა უნდა, ხო? და რო უყურებ ესდარება, მაგრამ რა არ შევპირდი, რა არ ვქენი და კი თამაშობს ამ დინამოში ახალგაზრდურში ბავშვია და დუბაიში ვარ და თუ გინდაო რომ მაგარი ვიყო, ახლა ერთ რაღაცას გეტყვი და ის უნდა იშოვო. რა არის ისეთი ახლა რომ შენ მითხრა და მადლიზა ითამაშე ფეხბურთს და რა უნდა იყოს ისეთი რომ მე მთხოვო და დუბაიში თუ არის რომ ვერ ვიშოვო. თურმე დუბაიში ყოფილა ერთი მაღაზია, სადაც ყიდულობენ მარტო სპორტსმენები. აი ამ ბუცებია, რაღაც ხო იცი რაც არის ჩასაცმელი. ეკიპირება სპორტული. ეკიპირება ყველაფერი იქ არისო და რაღაცა სურათი ჩამიგდეს იმის ბუცის. მივედი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია რაღაცა დუბაი მოლი და რო ვიკითხე იქ ჩემებს კითხეს, ეს არისო სტადიონის გვერდზე პირველ სართულზე ამის მაღაზია არისო, ეს და ეს ნომერი სხვაგან ეს არ ეძებო. მე ვთქვი ბიჭო ალბათ სპეც რაღაცას უკეთებენ ხო იცი არ მესმის იმდენად და წავედი მივედი და ვეუნები ეს მინდა მეთქი და ვისთვის გინდაო შვილის მეთქი რა გვარიაო ბარკალაია მეთქი ესო ამასო ყიდულობსო მარადონა და ესეთი დონის ფეხბურთელებიო და ბიჭო ხომ მეთქი მაგის დონისაა მაგრამ ჯერ ახალგაზრდა მეთქი და ესა და ისო მოვიტანოთო ბიჭო მე ვთქვი შემეშინდა ახლა რა არის ესეთი კაცო ბუცია ხო და მე ვთხარი ახლა მეც ახალგაზრდა გოგოა ხო ცოტა ისეთი მულატკას რო ეძახია და ეს წავიტრაბახი ახლა ბიჭო რა არის ბუცია და მე ვთხარი რამდენი ფერი გაქვს მეთქი და 3 ფერიო 3-ვე 2 ცალი მოიტანე მეთქი და მოიტანა და $1800 ნაღირება 1 ცალი ახლა იქ ხო თავს არ გავიბითურებდი და ჩავალაგები ეს უნგაში და მოუტანე მათეს 10 დღეა რა გასული და როგორაა საქმე мама ბურს თამაშობ კიო ბიჭებს დაურიგეო ხო შენად თამაშობ კიო ხო შენად თამაშობ და იმ ბავშვებმა დღესაც არ იციან ის ბუცი რა ღირდა მაგრამ თელი საფეხბურთო კლუბი შეგიქმნიათ ბატონოგელა დუბაიში მოკლედ არც მე არ გაგიშვებთ უსაჩუქროთ ბევრი ვიფიქრეთ რა ვაჩუქოთ ბატონგელასო მანქანები ყავთ ნარდიც გაქვთ ხო ახლა
დომინოს ჩოთკი მაქვს თქვენთვის. ო, ნაღდი. აბატონო. აი, დიდი მადლობა. ახლა ამ ჩოთკზე გეტყვით. ხო. აი ამ ჩოთკმა ქვეყანა წინ წაწია. ოდა ამ კომპიუტერმა თუ რა ქვია, გამოსახულო მაგან დაღუპა. აი როგორც ჩემი ნარდია შეუფასებელი, ისეთია ეს შეუფასებელი. აი ბაბუა ჩემს, მამა ჩემის მამას. დიახ. საბჭოს თავმჯდომარე იყო. ფულს ამით არიგებდნენ. კი ბატონო. ჩაის ამით წონიდნენ. ამით წონიდნენ. მშენებლობით ამით ანგარიშობდნენ მშენებლობაზე თუ რამე ჭირდებოდა. აი ესეთი საჩუქარი ახლა ვიღაცისთვის ეს ჩვეულებრივი გამოსათვლელი მანქანაა ჩვეულებრივი, მაგრამ ეს არის ძალიან ძვირიანი. ძვირიანია. და ეს ნებისმიერ ავტომობილ ჯობია. დიდი მადლობა. ჯობია და გამოგადგებათ თან სანამ 10 წვილ ბუთს იყიდით დაითვალეთ მაღაზიაში. რა თანხისა დაითვალეთ მაღაზია და მერე მიიღეთ გადაწყვეტილება. კი ბატონო. ანუ 7 ჯერ გაჩოთქეთ და ერთხელ იყიდეთ. კი ბატონო. გელა ბარკალაია, დიდი მადლობა. Sport Shows partnioria Lider Sport Arenas multifунქციური სპორტული კომპლექსი. სპორტი, გართობა და დასვენება.